რატომ ცხოვრობენ ადამიანები დროით შეზღუდული ცხოვრებით და ბოლოს კვდებიან? ცოდვის საზღაური სიკვდილია. ბიბლია ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა მოვკვდეთ, ჩვენი ცოდვებია. თუ ჩვენი ცოდვები, რომლებიც სიკვდილს იმსახურებენ, ეპატიება, თუმცა ჩვენი სხეული იღუპება, ჩვენი სულები მარადიულად იცოცხლებენ. მაშინ, როგორ მივიღოთ ცოდვების მიტევება? იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისმცემას ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი. და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. იესომ გაიარა ნათლობა გზა ცოდვების მიტევებისკენ, რათა მაგალითი მოგვცეს. ნათლობა არის წმინდა ცერემონია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ცოდვათა მიტევება და ხელახლა დავიბადოთ ღვთისშვილებად. თუ ასია, როდის უნდა მოვინათლოთ? ლიდია მაშინვე მოინათლა, როგორც კი შეიცნო ქრისტე. ეთიოპიელმა საჭურისმა მაშინვე მოინათლა გზაზე. ციხის უფროსი მაშინვე მოინათლა ღამით. რატომ მოინათლნენ ჩვენი რწმენის წინაპრები მაშინვე, როგორც კი შეიცნეს ქრისტე? ეს იმის გამო იყო, რომ მათ სწამდათ ღვთის დაპირება, რომ მათი სულები მარადიულად იცოცხლებენ, თუმცა მათი სხეული დაიღუპება, თუ ისინი ნათლობის გზით მიიღებენ ცოდვათა მიტევებას. ამიტომაც ხდება ნათლობა მაცხოვრის სახელით, რომელსაც აქვს ცოდვათა მიტევებისა და მარადიული სიცოცხლის მინიჭების უფლება. გაიცით თუ არა მაცხოვრის სახელი მამის, ძის და სულიწმიდის სახელი? მამის სახელია იეჰოვა, ხოლო ძის იესო. მაშინ რა არის სულიწმიდის სახელი? გთხოვთ, მიიღოთ ცოდვათა მიტევება და მარადიული სიცოცხლე, მამა იეჰოვას, ძის იესოს და სულიწმიდის ახალი სახელით მოინათლეთ.